ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მიმდინარე სიახლეებით ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. კლუბ 16 რაუნდში სტუდია მაესტროს ორგანიზებით კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი ესტრადის ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას. თუ გაინტერესებთ რა ხდებოდა 16 რაუნდში, მაშინ სიუჟეტი ვნახოთ. მოდუნდი, აი ესე ქვია, ამ საღამოს, ასე რომ მოგიწოდებთ ყველას მოდუნდით აი ამ ადამიანთან ერთად. მაშინ ასე ვიასალმოთ სტეფანე და თამუნა ვორაშვილი თქვენ წინაშე. მინდა რომ მიულოცო სტეფანეს დღევანდელი საღამო არაჩვეულებრივი საღამოა თვითონ და ალბათ სტეფანეც რომ არაჩვეულებრივია საღამოც არაჩვეულებრივი გამოვა. თლიანად მონაწილე ვარ ესე იგი სულით გულით და მონაწილე ვარ, ნუ. აი, ესე იგი კეიფი და ხალისობა. We are family, როგორ არის? We are family. დიდი მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, იმიტომ რომ მართლა მივხვდი რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი მყავს და ბევრი მეგობარი რო გყავს, ესე იგი ძალიან ბედნიერი ხარ და ძალიან მნიშვნელოვანია. შეესაბამება გამონათქვამი ნიმე 100 რუბლი, აი მე 100 დრუზე. დრუზე, ესე იგი და მაესტროს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მოაბეს თავი. მე ამას ცხოვრებაში ვერ ვიზავდი და ვერ გავაკეთებდი. ძალიან ორგანიზებული ხალხი ხართ და დიდი მადლობა თქვენ. დღეს შევასრულებთ გადარეულს და ძალიან კარგი სიტუაცია, ძალიან მოგწონს ყველაფერი და იმედი გვაქვს ხშირად იქნება ასეთი საღამოები. აჭარა Music Hall-ში გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც სამოდელო სააგენტო ნატალი, ნინო ქათამაძე და მაკა მახარაძე მონაწილეობდა. ამ აქციიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხა დედათა და ჩულ ბავშვთა თავ შესაბამს. ახლა კი სიუჟეტი ვნახოთ. ეს არის საქველმოქმედო აქცია არც ერთი ბავშვი ოჯახის გარეშე, რომელიც მიმართულია ჩულ ბავშვთა და დედათა თავშესაფრისთვის. ამ აქციის მთავარი ორგანიზატორია სააგენტო ნატალი აჭარა Music Hall-ი, ნინო ქათამაძე, მაკა მახარაძე, ეთერ PR Agency. ამ აქციის მიზანია, რომ დავეხმაროთ ამ ჩულ ბავშვთა თავშესაფარს და მაქსიმალურად უზრუნველყოთ საჭირო პირველი მოხმარების საგნებით. სოფო ჩაქოლეს. გადაიწიე ნახევარი. ბავშვი გულაგიჟებ. ისინი ყველაზე დიდ გზნობას ატარებდნენ. თავისი შვილების მოვლის გზნობას. და შემოსული თანხით მიახმაროთ მშობლებს. დედია და ბაბუა ცხოვრობდნენ ნახინჯაურში. და გვერდზე იყო ბავშვთა სახლი. სადაც პრაქტიკულად მე გავატარე ჩემი მთელი ბავშვობა, იმიტომ რომ მამიდასთან და ბებიასთან ბაბუასთან რო ჩავდიოდი, მთელი ზაფხული ვიყავი ამ ბავშვებთან ერთად.
ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის მათ მიმართ. The model than seeing me, so I will be very shocked. I promise. ჩვენ რამით შეგვიძლია ვინმეს ოდნავ მაინც დახმარება გაუწიოთ ესეთ ადამიანებს ბედნიერები ვიქნებით. კინოთეატრ ამინაში თათია გიორგობიანის კლიპის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც შეპირებისამებრ სანახაობრივი და სახალისო იყო. ეხლა კი სიუჟეტი ვნახოთ. ესენი გახლავთ უნიჭიერესი მხატვარი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თქვენ ნახეთ იქ ვარსკვლავები, ბურთებიც კი მისი დაბერილია, ეს გახლავთ მხატვარი თეონა ბექაური. აპლოდისმენტები. ეს გამოვიდა თათია გიორგობიანის ახალი ალბომი, სადაც შევიდა 14 კომპოზიცია და მათ შორის ეს კეთილის ზღაპარი და ასევე შევიდა ვიდეო კლიპის სახითაც. ასე რომ აპლოდისმენტები თათიას. ძალიან გმირულად იმუშავა და კომპანია არტილოგმა კიდევ ერთი ალბომი გაჩუქათ თქვენ. რამდენიმე ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა. პირველ რიგში კომპოზიტორ გია მაჭარაშვილს, რომელმაც შექმნა ასეთი ლამაზი სიმღერა და მედალითაც გვაჩუქა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ თვითონ ამ მუშაობით, იმიტომ რომ მართალი გითხრათ, ვფიქრობ რომ განსხვავებულია, ახალია და გარდა ამისა სიმღერა მიყვარს ძალიან და მე იმედი მაქვს რომ სხვაც ან მაყურებელი მსმენელი ამ სიმღერას და ამ კლიპს ისევე შეიყვარებს, როგორც თქვათ, მას განსაკუთრებულად აქვს ამორჩეული ნებისმიერი სიმღერა. აი გადაღებებზე მე მგონი აი რა ვიცი, ყველანაირად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რაღაც კაი გამოსულიყო. ეხლა ალბათ უკვე თქვენ უნდა შეაფასოთ რა გამოვიდა, მაგრამ შეეხება ბავშვს მართლა გმირულად ბოლომდე 5 საათამდე დილის ვიღებდით და აი მე მგონი აი ამდენი გადაყრილობისგან და იმისგან დღეს რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვართ მგონი. თვითონ კლიპი არის ზღაპრული და აი ამ თემას ძალიან კარგად პასუხობს და მე ვფიქრობ რომ გაამართლა და ძალიან კმაყოფილი ვართ. ტანსაცმელიც კარგად გამოჩნდა, ხმაც და ყველაფერი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.